Слово история кампотოს მიპოვე ბათუმში ბულვარში სეირნობისას ეს რამდენიმე წლის წინ ვიძახებთ 7-8 წლის წინ და ძალიან მომეწონა ლამაზი ფერის იყო და წამოვიღე ჯიბით გორში მე გორში გადაუღეს ფოტო რომელმაც ფოტო კონკურს ქოლგაში გაიმარჯვა ცუდი თვისება რა იცი უცბად ფეთქებადია და დანარჩენი პროცენტი ძალიან კარგი თვისებაა. შეიძლება ჩემი მოუღლერობა მაგითო, მაგრამ რა ვიცი. მაგრამ ის ფეთქებადის უფრო ბავშვებიდან გამომდინარე მოდის ბავშვები რომ გამაბრაზებენ და შევჩივლებ რომ შენ უნდა მიშველო, იქიდან მოდის თორე ისე ჩვენ არასდროს არ მქონია პრობლემა და არც კამათი და არც სიამოვნება. დედის ერთა ვარ და ზოგი თulis ხოლმე რომ დედის ერთები რაღაც ზედმეტად განებივრებულები არიან. ასე ნამდვილად არ ყოფილვარ. დედა უფრო განებივრებდა ხოლმე უნდა თქვა სიმართლე. Mama ნაკლებად. ნუ კაცრი мама არ იყო, უბრალოდ ცოტა ასეთი ხმამაღალი ის ცოტა ხოლმე და დატუქსვა და ამას ვერ იდებოდი ხოლმე არ გამებრაზებინა, მაგრამ ყურადღებიანი мама იყო. ძალიან მიყვარდა კითხვა. თუ გორში ვიყავი, სახლში ფაქტობრივად არ გავდივდი ხოლმე გარეთ, არ მიყვარდა გარეთ. არც უბანში თამაში რაღაცა. ქალაქში ჩემთვის ყველაზე დიდი გასართობი იყო წიგნები. დღეც და ღამეც, ღამე იყო ხოლმე რომ თქვა თვარიშუქზე ბევრჯერ დედაჩემ წამდგომია თავზე. და სოფელი, როცა სოფელში ვიყავი, მაიკ იყო ხოლმე ჩემთვის ბავშვობა. სოფელს უკავშირდება უფრო ანუ ბავშვები თამაშობა, რაღაცა გავდით ხოლმე სპექტაკლებს. Facebook-ის გარშე ხო უკვე აღარ გავუდის არაფერი რა უყოთ. სხვა თუ არავით Facebook-ი ყოველთვის შეზღუდით არის. ყოველთვის მახსოვს ხოლმე ბავშვობაში ჩემი ყველაზე დიდი სათხოვარი იყო რომ ერთი და ან ძმა ეყიდათ ჩემთვის. რადგანაც არაფერი გამოვიდა, მე თვითონ დავიწყე. დედმამიშვილებისათვის შეძენა და დღეს შემიძლია ვთქვა რომ ნამდვილად ბედნიერი ვარ იმ მხრივ, რომ ყავს ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ჩემს დაძმად მიმაჩნია. ხატრობაზე ვფიქრობდი ბავშვობაში, იმიტომ რომ ხატავდი ხოლმე სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი და რაღაც თითქმის ჰქონდა მერე ცოტა უფრო სკოლას რო ამთვებს და შემეცვალა ეს შეხედულებები და ავიცი რატომღაც, მაგრამ არქიტექტურა უნდა მაინტერესებს. მით უმეტეს რომ თქვა ბავშვობიდან ფოტოგრაფიით ვიყავი დაინტერესებული და გარკვეულწილად ფოტოგრაფიაც არქიტექტურასთან რაღაც თვით მონათესავეა, ასე ვთვლი, იმიტომ რომ ხედვას გასწავლის. არქიტექტურა ცხადია უნდა კონდეს ეს ხედვა, ანუ წინასწარ უნდა დაინახო ეს რასაც თქვა შემდგომში გააკეთებ. ბავშვობიდან მქონდა ჩემი სტუდია, საბეჭდი აპარატი, აბაზანაში მოწყობილი წითელი სინათლე და თელი თავისი მოწყობილობი და ძალიან მიყვარდა ხოლმე ის ხერა როგორც გამდებოდა დედა და ფოტოზე ეს გამოსახულება, ეს რაღაც საოცარი პროცესია. მე თავისთავად ფოტოგრაფია მე დღეს უკვე აღარავინ კამათავს როგორ იმაზე რომ ფოტოგრაფია ხელოვნებაა. რა ვიცი, მე ძალიან მეხმარება ფოტოგრაფია ყოველთვის. ერთი მხრივ იმიტომ რომ ფოტო კადრი ინახავს იმას რაც უკვე წარსულში გადადის წამიერად და იმას ვეღარ დაიბრუნებ და ფოტოზე კიდევ შეგიძლია ამას დახედო და გაიხსენო და მეორე მხრივ ეს არის გამოსახვის საშუალება, ანუ შეგიძლია შენი სათქმელი მიიტანო სხვასთან, ანუ შენი ხედვა როგორ ხედავს სამყაროს, შენი თვალი დანახული სამყარო აჩვენო სხვას. მიყვარს ყველაფრის გადაღება, მიყვარს განსაკუთრებით მიყვარს თქვა პეიზაჟები, მიყვარს თქვა ქალაქის პეიზაჟები, თუ კი სადმე ყოფილვარ ყოველთვის თქვა ვიღებ ხოლმე, თქვა იგივე არქიტექტურას, ქალაქისას. ძალიან მიყვარს პორტრეტების გადაღება, იმიტომ რომ აი ფოტოპორტრეტში ადამიანის ხასიათი შეიძლება დაიჭირო. ბავშვობიდან ხა წერაც მიყვარდა. ლექსებს საერთოდ ბავშვობაში წერდი, ეხლაც მაქვს შენახული რამდენიმე ვეული ჩემი ლექსების, თუმცა ის მაინც ბავშვური გართობა იყო ალბათ. დავიწყე უფრო ლექსების წერა ჩემი შვილებისთვის პირველ რიგში. რაღაცა პერიოდის მერე მივხვდი, რომ აი საბავშვო ლექსები ჩემთვის იყო გამოხატვის საშუალება. ანუ მე შემეძლო მე თვითონ ყოფილიყავი ბავშვი და რაღაცა ბავშვის თვალით მეჩვენებინა რაღაცა მოვლენა, რაღაც ამბავი მომეყოლა. ეს არის თქვა შეიძლება თქვას ჩემი პირველი შვილი წიგნებში. და ეს მელაკუტა ჩემთვის ძალიან საყვარელი პერსონაჟია საერთოდ. ბევრს უთქვამს, რომ მელაკუტა ძალიან რაღაცა მრავალმხრივ
პერსონალად ყავს გამოყვანილი და ძალიან მიყვარს მართლა. ისეთია საინტერესო ვიღაცა რა, ბელია. ეს არის პირველი ამბავი ბელაკუნდაზე, რომელიც შეეცადა ფეხი აეწყო დროებისთვის და მაღაზია სუპერმარკეტად გადააკეთა. აი ის მე ბელაკუნდამ ძალიან ბევრი რაღაც პროფესია შეიცვალა. რა არის ის, როცა ლექსი იწერება, ბუნებრივია ეს ლექსი ვერ იქნება იმაზე ურემზე და რაღაცა მე-19 და მე-20 საუკუნის პერიოდზე. ლექსი, დღევანდელი ლექსი უნდა იყოს დღევანდელი. ანუ ბავშვი რომ კითხულობს, მან დღევანდელობა უნდა დაინახოს. იქ უნდა იცნოს ის გარემო, სადაც თვითონ შეიძლება ის იყოს მელიაზე, იყოს დათვზე, რა თქმა უნდა, მაგრამ არ უნდა იყოს ეს ძალიან ესე კი შუა ტყეში ჩარჩენილი. იმ ტყეში თვითონ შევდეს რაღაცა თანამედროვეობისა, ხო? ბავშვობაში ხშირად იღობები რაღაც ეს მომენტები დავშვით. შავი კატის გადაარბენა 13 რიცხვი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უხეცე საათილად მეჩვენება ამაზე. ბავშვი შეიძლება ფიქრობდი ხოლმე, კი ახლა მახსენდება, რომ დავუშვათ ხა შავი კატი თუ გადაირბენდა, ვცდილობდი ვიღაცას გაევლო ჩემამდე. ეხლა თუნდაც სამაკატამ გადაერბინოს თავად არ უყურებ. ზოგადად ოცნება ეს არის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება თავიანთი შესაძლებლობის მიხედვით იცხოვრონ ადამიანურად. შეიძლება ძალიან ისეთი ფანტაზია, მაგრამ ძალიან მინდა რომ არ ხდებოდეს ომები დედამიწაზე. რატო? იმიტომ რომ ყველაზე დიდი სისულელე რაც ადამიანს მოუგონია ეს არის ომი. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ნამდვილად სქეს. ნებისმიერ ადამიანს აქვს ის როლი, რომელსაც თავად აერჩევს. ანუ მას თუ სურს იყოს სახლში, შეუძლია იყოს სახლში. მას თუ სურს იყოს საზოგადოებრივად აქტიური, უნდა იყოს ასეთი. ანუ ის ადგილი, რაც მას უნდა დაიკავოს ცხოვრებაში, განურჩევლად სქესისა. ხადია მისი შესაძლებლობების და უნარის მიხედვით. ქალი საზოგადოებაში ყოველთვის უნდა იყოს გასული. მაგრამ ეს ყველა ქალს მეც არა აქვს რა. არ გამოდის? არც გამოდის და არც აძლევს უფლებას ახლა ხო ყველა მეუღლე? ხო რა, ეგრეა ახლა. ბევრ ქალს უნდა რომ იყოს საზოგადოებაში გასული და ის თავისი როლია თუ რაც არის შეითავსოს, მაგრამ არ აძლევს მაგის უფლებას და ურჩევნია რომ იყოს სახლში. დღეს ვინ თუ არის კიდე ეგეთი? არიან, ძალიან ბევრი არიან, ასე შენ წარმოიდგინე ძალიან ბევრი. რომ ქალი უნდა იყოს მაინც სამზარეულოში ეგეთი წარმოდგენა აქვს. ჩვენი აზრი კიდე არის რომ საზოგადოებაში უნდა იყოს ქალი გასული, არა მაინც სამზარეულოში და ოჯახში. ისიც და ისიც განაწილოს ქალმა დრო. ეს უფრო უკეთესი იქნება.